მაშინ როცა ჯაფარიძე რუსულ ქონებაზე საუბრობდა, მილიარდერის ბოლო აქტივის მყიდველი ივანიშვილს ხვდებოდა. ალკო ინტერნეიშნალ გრუპმა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი აგროსამრეწველო კორპორაცია შეიძინა. ჯგუფის პრეზიდენტი ფრანჩესკო პიოვანეტი დღეს ქართული ოცნების ლიდერმა მიიღო. ივანიშვილი ამბობს, რომ აქტივის მფლობელს გაუჩნდა ინტერესი ინვესტიციები საქართველოშიც ჩადოს. ეს კომპანია არის ძალიან მრავალმხრივი. ჰაი-ტეკიდან მოყოლებული სოფლის მეურნეობამდე ყველა სახის ბიზნესში მონაწილეობს. ძალიან რთული მენეჯმენტი და ძალიან საინტერესო მენეჯმენტი აქვს. ძალიან თანამედროვე. დამხრიმე და მაინტერესა და მაინტერესა კიდე მეორე მხარე ის სუფთა ბიზნეს კუთხით და მაინტერესა მეორე მხარე ის რომ სოფლის მეურნეობა საქართველოში როგორც იცით ჩვენ პრიორიტეტად დავასახელეთ მათ გაუჩნდათ ინტერესი რამდენადაც მე მიცნობენ და გაიგეს ჩემს შესახებ და საქართველოში ინვესტიციების შესახებაც ჩვენ მქონდა სერიოზული საუბარი მე ისიც მოვახსენე მას რომ მე მაქვს საინვესტიციო ბანკი რომ 25%-ს მე კაპიტალს დავახვედრებ ძალიან ხანგრძლივს და უფასოს რომ მათი ინტერესი გავაღრმავე და მოკლედ ძალიან ბევრ თემებზე ქონდა ძალიან საინტერესო საუბარი და მე ვფიქრობ რომ ჩვენ მომავალში მოვახერხებთ კარგი ურთიერთობა დავამყაროთ. ვისაუბრეთ ჩვენს ამერიკულ ფონდზე და ამ რეგიონში საინტერესო ინვესტიციაზე, განსაკუთრებით ტექნოლოგიისა და სოფლის მეურნეობის სფეროში. ვისაუბრეთ რუსეთში აქტივების გაღიდვაზე, რაც მნიშვნელოვანი პროცესია. ვისაუბრეთ ახალ ტრანზაქციებზე, რაც ფრიად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ჩვენ ვაპირებთ ინვესტირებას სოფლის მეურნეობის დარგში. საბოლოოდ მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი შეხვედრა იყო სამომავლო თანამშრომლობისათვის და უცხოელებთან პარტნიორობისათვის, განსაკუთრებით ამერიკელებთან ურთიერთობაში.